მოიცა ჩემო ცხოვრების ცხოვრება, მოიცა. დედას ლამაზი. გაუმარჯოს ხალხო, როგორ ახალ დილამშვიდობის. ერთი წამი 100. სუკატა ხო არ მეყოლება. არა, კატები კი აქ არიან, ხა და განახეთ თქვენ, მაგრამ მე და ერთ-ერთი ობოლა ვართ აქ, ჩემი თემუს ინკუბატორის პაცა წინა ვარიკელა ამას ვენაცვალი. ძალიან ზოყვარელი გოგო არის, ნახეთ, იცი რა პატარა არის და დედა ძალიან უყვარს. არ დამასკლიტოს უფთეები მათია. გაუმარჯოს, როგორ ახართ. ჩემი ცხოვრების გოგოა ეს, ნახეთ ბავშვებო, ძალიან ზოყვარელი. ვარ დამასკლიტე. ბომბულია. არსად არ წახვიდე, აქ ჩაჯერთი და დაიძინე, მოდი. ჩამოდი აქ ჩემო ლამაზო, აქ ჩამოდი. აქ ჩამოდი მეთქი, ხო გითხარი? ეხლა უნდა წავიყვანო ვაჭამო, იმიტომ რომ ჯერ არ მიჭმევი ამისთვის საჭმელი, ჩემი გოგო არის, ჩემი ცხოვრების გოგოა. მოტრიალდი რომ ზემოდან არ დამასკლიტო. აი მე უღუნა არის, მოტრიალდი, აქ არ არის წესი. მობრუნდი? აი ეს. შემოგევალი გულში. მე დაიჭი შეგაზდა გახარება თვალი გადმოვაგდებიდო ერთ. გაჩერდი ახლა. როგორ ახართ დილამშვიდობის, მე და ჩემი ღუღუნა მოგესალმებით. ეს არის შავებიდან ერთ-ერთი თეთრი დალტონიკი ვარ. მე შინია ხალხო თქვა მგონი არა ხვიდე მან და აი აქ ჩამოდი. ой შემოგავლე მოდი ჩემთან აქ კატები არიან კატების აღარ ეშინია და აღარც მე ეშინია რომ რამეს დაუშავო მოკლედ ორი მყავს ესეთი ფერი დანარჩენი არიან სულ შავები ხო და დედლებს აქვთ ეს ფუნქცია სულ ღუღუნებენ ჩემ ღუღუნა არის ეს და მოდი აქ არა ხვიდი აქ იყავი წეღა როგორც გეძინა აქ იყავი ეხა წავიყვან და გაჭმე არ მიჭმევია ჯერ საჭმელი საათი არის 11 საათია 25 ეხა გავისტუმრე იოანიც მათემატიკაზე წავიდა ნინო მაღლა მამა და ლაშა და ბარბარე ტაძარში არიან მე ყავა უკვე დავლიე გუშინ დავაუთოვე კალათა ხალხო ბოლომდე აბსოლუტურად ბოლომდე ის ვქენი რა ქვია გავაცალმტვერე დასაუთოვებელი აი ბოლომდე მაგრამ დილას ჩამოკრიფე სარეცხი შევიტანე და გავავსე აქ მოკიდე ჩამოსახსნელის სარეცხი ერთი პირი კიდე ირეცხება ოღონდ დღეს მაქვს გეგმად ისეთი კაია მინდია რომ ეგეც დაშრება და თან უნდა გავაუთოვო რომ არაფერი არ იყოს. ვაი, ჩემი ღუღუნა, ნუ კივი ხარ, დამაცადე ლაპარაკი, ხა დაიძინებს. ძალიან საყვარელი. ეს არის თემუს ინკუბატორის ერთ-ერთი. მეორე პარტი, ისა ყველა რო გამომიჩეკა. ჩემი ლამაზი. შემოგივლი. ჩემი სიხარული, ხო ხარ? ჩემი პატარა დედალა, ხო ხარ შენა? ხარ? ვაი, ძალიან ლამაზია, ხალხო, პატარა წითელი დედალი არის. არ დამასკლინტო სუბთამადში. აქეთ კატა. აქეთ კათამი. მე ხომ ეშინოდა ხოლმე რომ ანუ ჩიტებს მაგრად იჭერენ ესენი რა და ზომა ისეთია რომ მეთქი არ დაეტანონ და ყველაფერი ქენი პამპერსი არ მომაცმევინო. ხო და ისა არ ეხებიან. იციან რომ ეს კაცი ბავში არის და იციან რომ ეს კათამი არის და იციან რომ დედასი ობოლა მე დაიძინა ხა აქეთა თვალი უღუჭია ყოველ შემთხვევაში მანდ და მე ძალიან საყვარელი ერთი მიჭა მეთლეთი მიჭა დაიძინე მე ჩემი გუგუნა ნინო სასაკის რო ვიყავი ასე ვიყვანდი ხოლმე მყავდა ხოლმე ერთი ამოჩებებული წიწილა
რომელიც სულ მთელი დღე ჩემთან ერთად იყო. ჭამდი, ვიძიდებდი, კატაობდი, თურა სულ ჩემთან ერთად იყო ხოლმე და აი ეს ისე ძალიან მომწონს ეს იმ დედალას აგავ. ეხლა რო კრუხად მიწის და 11 შავი წილა როყავს. იმას გავს, იმისი ბავშვია უეჭველი, იმის კვერცხიდან არის. ოში შემოგივლო. ჩემი ღუღუნა. მოკლედ გადავწყვიტე რომ თქვენი შეფასებით რომ თმას ვიშლი. შორენამაც მითხრა რომ კი ნერვებს მიშლი ხოლმე შენი გაწეწილი თმები თობარაო ქორწილში გაიშალეო ხო და თმას ვიშლი ქორწილში. დაახლოებით ისე ვიკეთებ როგორც გუში და მაკიაჟსაც შეეხება დღეს თუ ბაზრობაზე წავედი. ვიყიდი ისეთ წენებს ბარბარეს რომ ვიყიდე და მექნება ჩემთვის. ანუ აღარ მომიწევს ბარბარეს წენებში ბუდიანი. ხო, მინდა ვიყიდო კიდე პობა ტუჩსაცხი, ისეთი ფერი როგორც მინდა. წითელი ფერი არ მიყვარს, ვარდისფერი არ მიყვარს, აი უფრო ყავისფერისკე თითქოს. მინდა ვიყიდო თვალის ფანქარი. რაღაცეებს ჩემთვის უნდა ვიყიდო აუცილებლად. ოღონდ ყველაზე კაი რა არის ხოლმე, იცი რომ მივდივარ. აი კონკრეტულ ადგილას, როდესაც უნდა ვიყიდო, ჩემ თავს ვეუბნები. აგინა მე რა იყიდე. და ყოველთვის მოვდივარ. ხო და მე მგონი ეგ მომენტი არ მექნება, იმიტომ ვჭირდება. ხო რა შეეხება თემუს საჩუქარს ამანაც გუშინაც რო ვთქვი რომ ჩემს თანამშრომელს შევუკვეთე მეთქი რაღაცა და ჩემთვისაც ხო უნდა ანუ 35 ლარისა იყო და 40 ლარამდე უნდა გამეხადა და რა დავამატე ისინი ჩხილები და ყურსასმენები. ხო და დაიცადე ვნახო ისა ტრეკინგი გზაშია მოსაწოდებლად ძალიან დიდი იმედი მაქვს დღეს თუ არა ხვალე მაინც მოვა ფჩხილები მაქვს განახებთ ახლა რომელი ფჩხილები მაქვს გასულია მიტანისთვისო არ ვიცი რამდენად გამოჩნდება ერთი არის აი ესეთი სტილის ფჩხილი ხო ჩანს და მეორე არის აი ესეთი. ფიქრობ რომ თუ მართლა ესეთი იქნება, ამას დავიკრავ. თეთრია ოქროსფერი ზოლით. ამას დავიკრავ. ყურსასმენები არის. ყურსასმენები ღირდა ხარხნო 6 ლარი. შავი ყურსასმენები ვიყიდე იგივე სტილის, რომელიც დავკარგე და არ ვიცი სად დავკარგე. არა და ზუსტად ვიცი რომ კუხნაში მოვიხსენი და ერთი ცალი დავკარგე. კაი რო იტყვია მიწამჭაყლაპაო აი ეგ სიტუაცია. მაშინ 11 ლარი მივეცი და ახლა მივეცი 6 ლარი. და ის ერთი კიდე გიასია. უხმება ფოთოლი და რა იცი ხო არ უნდა შორენამ გავმიგზავნა ბალბა ფოთლები უხმება და ხო არ იცი რა სჭირსო. თქვენ იცით ბალბას რო ფოთლები უხმება თუ რამე იცით დაწერეთ, იმიტომ რომ მე მართლა არ ვიცი. ბალბა მქონდა და ეხლა მეების შეტანის პროცესში აღარ შევიტანე. აი ესე ჩამომიხმა შორე რო იტყვიან რა. მოაცალე ძველი ფოთოლი ქალი. და მიწა ისაქენი და რაღაცა ცოტა ახალი მიწა ჩაუყარე შიგადაშიგ და ესე ამოჩიჩხნე. ანუ აქ ხო გითხარი და მოწერე რაღაც გინდა. მეცა შორე ვიდეოში გითხარი და ისა ეხა დაიდება მალე. ხო და ვინმე თუ იცის აუცილებლად დაგვიწერს კომენტარებში და იმით იხელმძღვანელე მე ზუსტად არ ვიცი. ხო და მოკლედ თუ იცით ბალბას ფოთოლი უხმება და რა უნდა გაუკეთოს. აი მე არ ჩანს კარგად. აი ეს ირეკლავს და მოიცადე აუწიო, მაგრამ ვერ აუწევ ის არის. ბატარია ჯდება, მამიდა ჩემს ველაპარაკებოდი ახლა და ბატარია წაუკვდა და არ დამიტენია. აი მე ჩემი პრინცესები და ჩემი პრინცები მისხედან აქ ახლა თქვენ ვერ ახედავთ თორე გარშემო მოვარ ცხოველთა სამყაროს იმიდან. აი მე ბავშვმა დაიძინა.
წმინდაური ეძახის ამას. ერთად მის ხედან და ეს უაკლი ახლა დგა და წივის ის. შენ რატო არ ეძახი ჩემო ლამაზო? იმე პატარა კუდი აქვს და პატარა კუტუმია. დიდი ბიჭო ხარ ჩემო ლამაზო. აუ რაზე მინდოდა იცი თქვენთან ლაპარაკი? არ ვიცი, ალბათ ვისაც TikTok-ია ყოველ შემთხვევაში შეხვდებოდა, არ არსებობს რა შეხვედრილიყო, Facebook-საც კი იყო. და აი მე რო ვუყურე, თქვენც განახეთ ახლა და მე რო ვუყურე გავოგნდი. ზოგადად ესეთ რაღაცებს რო ვხედავდი ხოლმე, აი უცხოურ ვიდეოებში უფრო ამერიკულ, ანუ რაღაცა ქუჩაში რო რაღაცა ხდება და მაგალითად კაცია ცუდად და ვიღაცა ანუ ისე გაივლის რომ რავი კაცი კი არა არც კატა და არც ძაღლს არ მოექცე ანუ არ აინტერესდებია რატოა ცუდად ან რა სჭირს ან რაღაცა ეგეთი რა და სულ მიჩნდებოდა ის განცდა რომ აი გული არ აქვთ ესეთი მომენტი მქონდა ვერ ვიღებდი ამ ინფორმაციას რა ვერ ვითავისებდი როგორ შეიძლება ადამიანი ჩაიკუნდა წაიქცა რაღაცა და მიმავალი ხარ და ანუ მიგაიარე ისე რომ არც შეხედე რა ანუ რავი მოკვდა და არჩა რავი და სულ ეგ გრძნობა მქონდა რომ აკაია მეთქი ვაქარავ ცხოვრობ იმიტომ რომ საქართველოში მსგავსი რაღაცა არ იქნება არ არსებობს თქო რა როგორ კაცო ქართველმა დაინახოს ვიღაცა ცუდად არიან გული არ შესტკივდეს რაღაცა ამას წინათ იყო კიდე ხა ისე ბაიკერი გოგო მიდიოდა და გადავარდა რა და ბაიკერებს ძირითადად 99%-ს უყენია 360 გრადუსით ბრუნავი კამერები. ხო და ანუ ეს გოგო გადავარდა არაფერი ისეთი, ნუ გადავარდა მუხლით დაეცა როგორ არაფერი ეთკინა და რაღაცა, მაგრამ ანუ ხალხმა ეს კამერა იღებს რა 360 გრადუსით იღებს. ხალხი როგორ უყურებს იცი? აი მიდი შეიძლება არაფერი მოვიდა, მაგრამ მიდი. ხო არაფერი გჭირდება, კითხე, ელემენტარულია რა, ეგ ხო არ ისწავლება. რა ვიცი, ხა აუცილებელია ვიღაცამ გასწავლოს, რომ ისა, ვიღაცა წაიქცეო, მიდი და კითხე მაინც, რა ვიცი, ხო რამე არ გინდა. ხო და მაგაზე მანამდე ვნახე ეგ ბაიკერისა და გამიკვირდა რა ქართველების ესეთი დამოკიდებულება. მაგრამ შოკი იყო, როდესაც ეს ვიდეო ვნახე. ძალიან გამებრაზა და ზოგადად მივხვდი, რომ ადამიანობა, რავი, მიდის, სად მიდის? გული, რავი, სად შააქედან ფუტკრაზან. ყველა სასაცილო ის არის, თვითონ რო იღებენ და დებენ. ეხლა ჩაგისვავთ და განახებთ მაგ ვიდეოს. რო გადმოვიწერო ჩემს თავს გავუგზავნე მესენჯერში. მაგ ტელეფონი და რო გადმოვიწერო. ახლა ჩავთვით. მოდი. ეს მის. ერთი არა ეს ორგანიზაციის. რა მოვიდა? წინამატარებელს გადაიცვალა. სამრი გადაიცვალა წინამატარებელს. ამდენი ხალხი სანამ ბოლომდე გახვალა კაცი. ისე მატარებელი გეცვლება ხოდა. ერთი გზავნს გამო კაროჩი მიყარა. მე გეცვა შედალოცილო არ იყო გაფუჭებოდა 5 წელი. მე მოდი ვასწავლო. ვერთხო აღარ ჩავალ მეტროში, დანი მეტრო აღარ მიხსენო. რამდენი ხანი ვიდი? მე რა რამდენი ხანი მოხდა ადამიანი. მოხდა ესეთი ცხვირი მეფხანება. მოხდა ესეთი ფაქტი რამდენიმე დღის წინ, რომ მატარებელი გაჩერდა და ხალხია პანიკაში ეგონათ გაფუჭებული. ნუ ეხა მატარებელი რო ჩერდება და რაღაცა ხო, რაღაცა გეშინი, რაღაცა ვერ არის საქმე კარგად. როდესაც ჩამოიარა ამ კაცმა და კარი გახსნა და შეეკითხე რა მოხდა, ამ კაცმა უთხრა, რომ წინა მატარებლის გზავრი გარდაიცვალა. და მაგიტო რადგან ის გაჩერდა, ესე იგი პარალელურად სხვებიც გაჩერდებიან, ხო? იმ მომენტისთვის ანამ აღდგება. ხო და ხალხის იმას მოусმინეთ?
მერე გეთქვა შედალო ცვილოა ჯერ უთხრა ხო უთხრა იქიდან ხوار გამოგიცხადებ და კაცი მოკუდო რო ისაო ჩვენ გვეგონა მატარებელი გაფუჭდა ანუ მატარებელი რო გაფუჭდა ეგ უფრო სადარდებელია ვიდრე ის რომ ადამიანი დაიღუპა გამოვიდა სახელიდან სახსალამათი და დაიღუპა არც ვიცი რამდენი წლის როგორი კაცი ქალი რა მნიშვნელობა აქვს სიკვდილისთვის ვინ არის როგორ იტყვირო ხა ამის რიგია ახლა ამის რიგი ადამიანი გარდაიცვალა და ანუ ესეთი რეაქცია რომ გეთქვა შედალოცვი ჩვენ გვეგონა რომ მატარებელი გისაქმნა მეორე ისე მატარებელიც გერცვლებათ ანუ მატარებელიც ის არისო რა კვდებაო რა ეგ მეორე დეგრადირებული მიყვარს ეს სიტყვა იმიტომ რომ სხვანაირად ვერ შეუფარებ ამას კიდე რა იყო კიდე ერთი მგზავრის გამო მატარებელი შეიძლება გაჩერდეს ადამიანი მოკვდა და ერთი მგზავრის გამო შეიძლება რომ ეს ამდენი ხალხი შეაშინო რაღაცა და ყველაზე რავი ეს გოგო ვინც იღებს დანი იმ ბიჭს მიმართავს ყველაზე იმ მომენტისთვის ყველაზე კარგი ადამიანის ბიჭი დანი რომელმაც გამოხატა გულის ტკივილი დანი მე მეტროში აღარ ჩავალ მეორე თან მითხრა მეტროში ჩასვლა და ბიჭი ეუბნება რა მოხდა მე რა მოხდა რომ იჯექი ადამიანი გარდაიცვალა რას რატო საუბრებ ერთადერთი ადამიანი რომელმაც იმ მომენტისთვის არა იქ ბევრი იქნებოდნენ ვინც შეწუხდებოდნენ ყველაზე ხო არა მაქვს ლაპარაკი მაგრამ ამ ვიდეოში რაც გამოჩნდა იმაზე მაქვს ლაპარაკი იქ სანამატარებელნად ჩავიდოდნენ ის ბიჭი კაცი იმაშვებოდა ესაუბრებოდა იქ და რავი ეთყობა მაგაზე მოუვიდათ შელაპარაკება რომელიღაცა რაღაცა თქვა ეგეთი და იმან ზუსტად ეგ უთხრა რომ ანუ რა მოხდა კაცი დაიღუპა და რატო გაქვთ ესეთი რეაქცია და მეორე ეს ბიჭი რა გვჭის ხალხნო აი გაიაზრეთ ხო ზოგადად არის ხოლმე რომ რაღაცა რო ხდება სულ გვაქვს ხოლმე ეს მეც მქონია ეს შეგრძნება და მეც მქონია ეს ჩემ დაუნებურად გაფიქრება რომ აი ან კიდე კაი ესმე არ მჭირს ან ჩემ თავს არ ხდება ანუ ეს ჩვეულებრივი მოვლენა მე ჩემ თავზეც გაბრაზებულა რომ ანუ ესეთი რაღაც არ უნდა თქვა მაგრამ შენ დაუნებურად მოგდის ეს ის რა უარყო სისულელია რომ იმე როგორ ვაკეთებ შენ დაუნებურად ეს ფიქრები მოგდის მე კი ფიქრობ რომ ეს არ უნდა თქვა ესი არ შეიძლება იმიტომ რომ რაღაცა და რაღაცა მაგრამ ყველას ქონია ეს განცდა რომ აი რავი ბოლო კიდე კაი არ მოვუყვით სიტყვაზე ვარ ხო ანუ ვერ ვითავისებთ იმას რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ იმ დროს იქ სხვის მაგივრად ანუ იმ კონკრეტულ ადამიანის მაგივრად შეიძლება ჩვენ ყოფილიყავით და წარმოიდგინეთ ой მე რატო გამაჩერე ის თუ მოკვდა ხო შეიძლება თქვა საწყალი ვაიმე რა მოუვიდა არავინ ეხლდა როგერჩი ან რაღაც ვერავინ დაეხმა რაღაც ხო შეიძლება ადამიანი ანუ შეიძლება არც განიცდიდე ძალიან და უბრალოდ შეწუხდე ან არ შეწუხდე მაგრამ სიტყვებით მაინც თქვა რომ საწყალი უბრალოდ რომ ხალხში გამოჩნდე რომ შეგეცოდა არა აი მე რა არ უნდა გეთქვათ მე ერთი ადამიანის გამო რომ ესე გავაჩერე ამ ხელა მატარებელი და ერთი მგზავრის გამო ხო და ახლა ვიდეოებს რო ნახავ ხოლმე რაზეც მიხაროდა ხოლმე რომ კიდე კაია ქართულ ცხოვრობდა საქართველოში ეგ არ მოხდება მეთქი ფაქტია რომ ხდება იმიტომ რომ როგორც წაიგითხარით ის ბაიკერი წაიქცა და არაფერი არ მოსვლია მან მუხლი იტკინა გამლელებმა ააყენეს ბიჭები მივიდნენ გოგოც მივიდა ქალიც მივიდა მაგრამ ქალიც გოგოც ბიჭიც ისე იდგნენ იქ გაჩერებაზე ისე გაუარეს რომ არც შეუხედიათ სანამ ისინი მივიდოდნენ დასახმარებლად ეს არის სწავლება ხალხო ეს უნდა გქონდეს ეს თანადგომის ცოტა რო გაიაზრო მაგისი მდგომარეობა დაეხმარო ელემენტარული წყლის ბოთლი მიაწოდო მე ძალიან მიყვარს ხოლმე სხვათა შორის აი ადრეც ვთქვი რომ ერთხელ მეტროში მეთქი
სად მივდიოდი არ მაქვს. სავარაუდოდ ნინოს ეს კონსულტაციები და რაღაცეები რომ მქონდა, ხოლმე მაშინ დავდიოდი ხშირად მეტროში ვიყავი და შაშა წინ და რაღაც და ერთი ქალბატონი ვნახე. ჩემზე ასაკი დიდი იქნებოდა. აი არ ეცვა აი რო იტყულამ, არა, აი იმდენად სიმპათიური ქალი იყო, ქშა. იმდენად, აი ქალი არა, აი ქალბატონი. აი რო შევხედე, მეგონა რომ აი ირემი იდგა რა. აი ხო რაღაცა, იმდენად მე სიამოვნა, აი სანამ ის რამდენიმე გაჩერება და მე ერთად მოგვიწია ჩასვლა, დავეწიე და ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და ძალიან ლამაზი იყო. აი რაღაცა, აი ანათებდა შიგნიდან რა. თორე შეიძლება ვიზუალურად ვიღაცა ხო იცი ჯობნიარ დაილევაო და რაღაც. ისე ანუ მე ის ხო გავახარე და რაღაცა. მაგრამ მე ისე მე სიამოვნა რომ მე ეს გავბედე და ვუთხარი, ამ ქალი რო ქალს ეტყვის კიდე სხვა თემა არის, იმიტომ რომ ზოგადად შურის მომენტი არის ხოლმე რომ ისე მინდოდა რომ ეს მე მეთქვა მისთვის და ვუთხარი. გუშინ იყო კიდე ესეთი სიტუაცია შოპ მარინაში გასახდელში ბარბარის რო ველოდებოდი გარეთ. ინდაურის ხმა თუ გესმით ამას ეძახის. გარეთ ხო ველოდებოდი, ანუ შიგნით იცნობდა ბარბარე რა, გასახდელი ბევრი ხო არის იქ ვინც ყოფილა და ბარბარის გვერდით ახალგაზრდა გოგო იყო, რომელიც ძალიან ლამაზი კაბა მე კი შურის მომენტი გქონდა, ვერ ვიპოვე, სად იპოვე ეს კაბაში. ანუ ჩემი ზომა არ იყო. ო! სისხლი მოგივიდა? რატო დააცემინე თუ რა არის? მაღლითა უჯრაში არის, მყავისფერში. სუსუ მაღლითა უჯრაში. კარგა მოიწმინდე და სარკესთან ჩაიდე და დაწექი 2 წუთი. ნინო, მან და არა, შიგნით იმ ყავისფერში მაღლითა უჯრაში. ნუ გამოდიხარ პიჟამოებით გარეთ. ხო და ანუ მე ეგარ რომ გავსაპრილიყავი და რავი, გავზეთი იყავი, მაგაში მაინც არ ჩავეტევდი. ხო და იცი როგორ არის ფარდაგაწია და გამოვიდა რომ შორიდან უნდოდა რომ სარკეში ანუ იქ არის დიდი სარკევი ახლო, მაგრამ უნდოდა რომ შორიდან დაენახა თავისთავად ისე იტრიალა და ისეთი საყვარელი გოგო იყო და ისე უხდებოდა ეს კაბა. მე ვთქვი ძალიან იხდება, თქო და ძალიან ლამაზად გაქვს, თქო და მადლობა. ანუ იმდენად უნდა გსიამოვნებდეს ეს რომ გააკეთო, იმიტომ კი არა რომ მიაგდო სიტყვა, აი ჩანდეს რომ მართლა გიხარია მისი სიხარული, არ იცნობ მე რა მოხდა. ელემენტარული ორმაგად გსიამოვნებს შენ რომ მას ახარებ ამ კომპლიმენტით. შენ უნდა გსიამოვნებდეს ის რომ თანადგომას და უცხადებ ადამიანს რომელსაც არ იცნობ. და ელემენტარული უნდა იაზრებდე რომ 24 რავი მეტროში რამდენი კაცი იყო, ყველას ტელეფონი ეჭირა და ყველა იღებდა. და იცი რომ ისეთი სიტუაცია არის, ისეთი გარემოა, ისეთი დრო არის, რომ რა ვიცი, ვერ დაასლოკინებ, რომ სოციალურ ქსელში არ დაგდონ, ხო? ელემენტარული იმის გამო მაინც ნუ გამოხტები ესე ქაჯურად და ნუ იტყვი რომ აი მე რა მოხდა, მე ერთი კაცი თუ მოკვდა ჩვენ ამდენი რატო ვართ გაჩერებულები? რავი, ალბათ, რავი, შეიძლება ვეღარ გადაიღეს, იტყოდრე რომ ჩამოიღეთ ეგ კაცი და ქალი და ჩვენ გავაგრძელებთ, ანუ თქვენ აქ მიხედით, ჩვენ წავალთ. ვაშინ შემოგევლე როგორ გაიზმორი, არ გაიბზარო ბიჭო. ძალიან სიყვარული. ჩემი აბრეშუმის ბიჭი. ხო და რა ვიცი ხალხნო. ზოგადად რასაც ვაკვირდები იმ ბავშვობის მომენტებიდან, ანუ ის ბავშვობა რაც გამოვიარე იმ 90-იან წლებში, უფრო თბილი გარემო იყო ხოლმე. უფრო საუბრობდა ხალხი, უფრო ურთიერთობდა ხალხი. ეხლა ძალიან კაცი, რასაც ვატყო. ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ მე მინახია ამ პერიოდში უთბილესი ადამიანები, სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც გამოგელაპარაკებიან, რომლებსაც გამოელაპარაკები და იმ სითბოს იგრძნობ. მაგრამ აი ხა რა სოციალურ ქსელები უფრო ან მაშინ ვერ ვხედავდით, ეგეც არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა 90
18% სითბო იყო, 2% სიცივე. ეხლა მე მგონი რაღაცა 2%-ით დარჩა ერთმანეთისადმი რაღაცა ესეთი დამოკიდებულება რომ გქონდეს, რომ გვიხაროდეს, ვიაზრებდეთ, ვიზიარებდეთ. ეხლა უფრო რომ ხედავთ, უფრო აი ტკივა და გვწყინს, რომ რატო ესეთი დამოკიდებულება, ესეთი რატო? არ ვიცი. წავედით, ხა შემოლამაზო, შენ გაჭმევ. მინდა ურსაც ვაჭმევ, რომ გადატირის. წავედით? წავედით. საჭმელს არ ვაკეთებ. იონეს ველოდები, რომ ლაშას დაურეკოთ, თუ წავალთ ბაზრობაზე რამეების საყიდლად. ნახოთ რას ვიყიდი. და თუ ვიყიდი საერთოდ რამეს. აწახვიდე ჩემო ტკბილო, წავედით ხა. და ჯეკი დაინახე როგორი ობოლა ხარ? შენ ძალიან ლამაზი ობოლა რო ხარ, ხო იცი? ძალიან თვალში ჩაბარყვა შენ გასდა კახალებას ერთი ეგ თვალი ცოტა ისედაც. არა, ეგ ხალია, არ ჩაუნისკარტო. მე ძალიან დებილი არის. აი ხა დამასკრიტავს, წამოდი. პატალა ხარ ხნო, დიდი არ გეგონო, ერთი ბეწო ქათამია. ჩაკკოცნო? ძალიან ტკბილო. ჩაკკოცნო, წავედით. კარგად იყავით ხალხო, მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. კარგად. ბაჰე და აბახო. პაკა-პაკა.